მოგესალმებით თვითფასო მეგობრებო, გუშინ როგორც ნახეთ გქონდა ჩართვა. ძალიან ცუდი რამ მოხდა. ჩვენი ოქროს სტატუსში მყოფი პარტნიორი ქალბატონი მედია კირვალიძე წავიდა ჩვენგან და დატოვა ძალიან მნიშვნელოვანი კვალი. ასე ვთქვათ, ჩვენს ბიზნეს ცხოვრებაში, როგორც ადამიანმა და როგორც პარტნიორმა. ახლა მე მინდა ცოტა პარალელი გავავლო. არ მინდა არ იფიქროთ ისე, რომ მე ამ სიტუაციით სარგებლობ, უბრალოდ პარალელი მინდა გავავლო იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ადამიანმა მიუხედავად იმის, რომ ის იყო აქტიური მომწვევი და ძალიან ძლიერი პარტნიორი, ის რატომღაც პროდუქტს არ ღებულობდა და აქედან გამომდინარე დადგა ლეტალური შედეგი, რომ ის აღარ არის დღეს ჩვენთან და წავიდა ჩვენგან. ეს არის ძალიან სამწუხარო, გუშინ ძალიან რთული დღე გქონდა, რთული საღამო გქონდა და მე მსურს გავამახვილო ყურადღება თითოეულ თქვენთაგანზე, რომ რატომღაც ადამიანები დროულად არ ვფიქრობთ საკუთარ ჯანმრთელობაზე, საკუთარ თავზე, სანამ საკაცეზე არ დაგვდებენ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მანამდე არ გვახსენდება, რომ ჩვენ უნდა წავიდეთ ექიმთან, ჩვენ უნდა მივხედოთ ჩვენს ჯანმრთელობას. საქმე იმაშია, რომ ჩვენ რაღაცებს ვერ ხვდებით, მაგრამ ჩვენ არ გვტკივა იმ წუთში შესაძლოა არაფერი, მაგრამ პროცესები ყოველთვის მიმდინარეობს ჩვენს ორგანიზმში. მიმდინარეობს ძალიან ცუდი პროცესები ზოგჯერ და ჩვენ ამას ვერ ხვდებით, სანამ ძალიან რთული და ყველაზე რთული სიტუაცია არ დადგება, უკვე სანამ კულმინაციამდე არ მივა საკითხი. ეს კი ძალიან ცუდია. იმიტომ რომ ჩვენ ვსუნთქავთ საშინელ ჰაერს. დღეს ჰავა, კლიმატი, ყველაფერი დაბინძურებულია. დღეს რასაც ჭამთ დაბინძურებულია, რასაც სუნთქავთ დაბინძურებულია, რასაც სვავთ და ასევე ძალიან სტრესული ცხოვრება გვაქვს ჩემო ძვირფასებო და აქედან გამომდინარე ეს შლაკები და ეს საშინელი რაღაც, რაც წამლავს ორგანიზმს, ეს ყველაფერი გროვდება დროთა განმავლობაში ჩვენს ორგანიზმში და გვაყენებს უშველებელ ზიანს. ამიტომ სანამ დროა, სანამ არაფერი არ გტკივათ, სანამ ჯერ ვერ გრძნობთ რა ხდება თქვენს ორგანიზმში, ძალიან მინდა რომ მიაქციოთ ყურადღება თქვენს ჯანმრთელობას. იმიტომ რომ დღეს ისეთ ადამიანებსაც კი, ვინც ისე ახლოს შეხებით არ ვიცნობდით ქალბატონ მედია კირვალიძეს, ასეთ ადამიანებსაც კი გული ატკინა ამ ადამიანმა თავისი აი ესეთი წასვლით. წარმოიდგინეთ, რამხელა ტკივილი მიაყენა მან თავისი ოჯახის წევრებს, თავის ახლობლებს. მოდით მივაყენებთ ასეთ ტკივილს ჩვენს საყვარელ ადამიანებს, რომლებსაც უყვარვართ და რომლებსაც უნდათ და უცულებთ, რომ ჩვენ კარგად ვიყავთ. მოდით მათი ლოცვები რეალობად ვაქციოთ, ხო? ნუ მივყვანთ საქმეს იქამდე, სანამ აი ესეთი სავალალო შედეგი დადგება, რომელსაც უკვე ვეღარაფრით ვეღარ ვუშვებით. დღეს არის საშველი კომპანია ლივგუდის სახით, კომპანია ლივგუდის პროდუქტის მეშვეობით. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა ჩემო ძვირფასო. გამოიყენეთ, იმიტომ რომ სოფლიო მიცის უკვე, რომ კომპანია ლივგუდს აქვს უნიკალური შეუდარებელი პროდუქტი, 25 სერიოზული სერტიფიკატით და ყველა სერტიფიკატს რომ გავუსვათ ხაზი, მარტო USDA სერტიფიკატი რას ნიშნავს? მარტო ეს სერტიფიკატი რომ დავასახელოთ, დანარჩენებს აზრი აღარ აქვს, შეგვიძლია ყველა სერტიფიკატი გადავყაროთ, იმიტომ რომ ეს არის სოფლიო მასშტაბის სერტიფიკატი. ვისაც ეს აქვს, იქ უკვე კითხვები აღარ იბადება. ამიტომ ასეთი უნიკალური პროდუქტი გვაქვს სახეზე. გამოიყენეთ, ისარგებლეთ და იყავით ბედნიერები. მე მინდა რომ იყო ბედნიერები, სწორედ იმიტომ შემოვიტანე კომპანია ლივგუდი საქართველოში. ეს რაც შეეხება პროდუქტს, მაგრამ
ასევე ფინანსური საკითხი. ფინანსური საკითხი აქ შეიძლება ორ თვეში მოგვარდეს და საერთოდ სამუდამოდ დაგავიწყდეთ რა არის ფულის არ ქონა. დაგავიწყდეთ ვალები, დაგავიწყდეთ სესხები, დაგავიწყდეთ ბანკები და ასე შემდეგ. იმიტომ რომ თქვენ აბსოლუტურად შეძლებულ ადამიანებად შეიქმნებით. აქ ლივგუთში, კომპანია ლივგუთში 21 საუკუნის საოცრებაში. ამიტომ ნუ გადასდეთ დროს, ხვალ, ზეგ. გადადებული საქმე სმენიათ ეშმაკისაო. მოდით ნუ მისცემთ ეშმაკს. ღმერთს მიეცით თქვენი თავი და მან განაგოს თქვენი ცხოვრება. ასევე თქვენ აჩვენეთ ღმერთს, რომ გინდათ რომ კარგად ცხოვრობთ. აი ამ შემთხვევაში ღმერთი გვერდში დაგიდგებათ. მით უმეტეს ამ ყველაფერს თუ პატიოსან კომპანიაში გააკეთებთ, როგორიცაა ლივგუთი. გისურვებთ წარმატებას, მიყვარხართ ძალიან საქართველო და მინდა რომ ბედნიერი იყო. კარგად.